გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უშიშროების სამსახურის მოქმედი მაღალჩინოსანი მის მკვლელობას გეგმავდა და საფრთხე დღესაც ემუქრება. ამის შესახებ ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა. მან ასევე ამხილა ეპარქიის მონაზონით, რომელიც მისივე თქმით იყო გადაბგირებული უშიშროების მაღალჩინოსნის მიერ და მასზე ინფორმაციას აგროვებდა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა. გიორგი ჯამდელიანის საჯარო განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ყავდა გადაბირებული 1 წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, ხო? შიდა ოჯახის რაღაცა და ეს პიროვნება ყავდათ ეგრეთ წოდებულად, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის დავერბოუკებული, არ ვიცი რითი დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისაგან. 1 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემ და მოусმევ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება. აი ესეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში. ეს პიროვნება არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, ყუდამოძუებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს როგორც მღვდელმთავარი და ეხლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი. დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, თუ მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაცა ცხადი გახდება. მე არ მინდა აქ არავის მე მივეცი მას იმის შანსიც, რომ შეენანე ეღიარებინა, არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან 2 თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან და ალბათ რომ ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე. და როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა და როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, აი მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი, შემკვდა და მომიყვა ყველაფერი.